დიდედა იყო პეტერბურგიდან, მაშინ ლენინგრადიდან, დიდედა არ არის ქართველი, დიდედა არის შვედი. და როდესაც მიდიოდა სკოლაში თუ სადღაც ესე ბოშამ გააჩერა და უთხარი მომეციო რაღაცა არ მახსოვს რაღაცა მომეციო და გიმკითხავებო. კაი კი ბატონო გიკითხავებ და იმ ბოშამ უთხარ შენ რო გათხოვდები მთელი ცხოვრების განმავლობაში ყავას და ბულს შეჭამ და შენი ქმარი იქნება აულუსლუპოს ხო ბრაზიანი მგელი ხო დაახლოებით ბრაზიანი მგელი. ნუ დიდედას გაეცინა, გაუკვირდა და როგორც პატარა ბავშვს დაავიწყდა. ნუ უკვე დაოჯახდა, გათხოვდა და პაპას ეკითხებოდა, ავლიპი რას ნიშნავსო? აულუსლუპოს ბრაზიანი მგელი. წარმოგიდგენია რანაირი ელდასავით და იქნებოდა დიდედასთვის გახსენებოდა გამოლობაში 90 წლის და მეტი სანამ იყო ყოველ საღამოს ბულკი და ყავა. ანუ შეუსრულა იმ ციგას იმ ბოშას ყველაფერი რაც იმან უწინასწარ მეტყველა. რატო დაარქვეს ეს სახელი ხომ თუ არის ცნობილი ეს ამბავი არ ვიცი. ეს სახელი არ ვიცი, მაგრამ ჩვენთან ანუ დიდი პაპა დავითი, რომელსაც ყავდა რამდენიმე შვილი და ყველა შვილების სახელი იწყებოდა ასე. აზე? აზე. რამდენი შვილი ყავდა? 4.